ანუ ესე იგი ახლა მე გადავყავარ იდენტიფიცირებისთვის, იმიტომ რომ ნიღაბი არ მიკეთია. მეხუთე განყოფილებაში, ხო? ბანკის საბურთალოს მეხუთე სამმართველოში. მეხუთე სამმართველოში. აი, წავედით. და თქვენი მანქანა სად აყენია? ჩემი მანქანა აყენია, თუნდაც მანქანით ჩავიდე, თუნდაც. ანუ ისევ და ისევ 52 მუხლით მაჯარიმებთ. მე-11 პრიმა ნაწილით მაჯარიმებთ. Алло. ეს უკვე მინდა გითხრათ, რომ მეხუთეჯერ გამაჩერეს. ერთი ვოიაჟი საპატრულო პოლიციის ნახეთ, ახლა ეს მეორე გადაწყვეტილება, თურმე ეპიდემიოლოგიური საშიშროება არის ის, რომ ღია სივრცეში ნიღბის გარეშე ვიარო. მანქანა? მე ჩავიდე დაგვიარ, დუბნებავთ მანქანით გამიჩიეთ, დუბნებავთ მანქანით ჩავიდეთ თქო. რავი, მანქანით ჯობი ახლა ფეხით ტელევიზიასთან. არ გეზარებათ? ანუ თქვენ გირჩიეთ. რა გავაკეთე? მოიცავთ. რა ჩვენთან რა პრეტენზია? თქვენთან არ მაქვს, თქვენ არასრულებთ იმ კანონს, როგორც არის დაწერილი და ამიტომ მაინტერესებს ახლა. ხოდივარ. მართალი დედა. ესე იგი ბატონო გიორგი, რას არ ვასრულებთ? აი კანონს რა წერია კანონში? კანონში წერია, რომ პირბადე ქუჩაში არის სავალდებულო. არ წერია. არ წერია? არ წერია. ადმინისტრაციულ სავალთა დარღვევის კოდექსის 52 მუხლის მე-11 ნაწილში წერია ბატონო, შეგიძლია გადახედოთ, მაგრამ წერს თქვენ უფლება თუ არ ეთანხმებით გასაჩივრების უფლებას. არა ბატონო ჩემო, არ წერია. ღია სივრცეში, ღია სივრცეში არ წერია, რომ უნდა გვეკეთოს. თავრობის ადგილებას ნახეთ ბატონო, პირველი აი შევძანთ თორე ჩემო. აჰა. ავით. კარგად. ვინაიდან რადგანაც არ წარმოადგენს პირადობა, მათი გამომდინარე ჩამოგემართ განყოფილებაში, რომ მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება. გადაგებონა შეწყობით. რატო? იმიტომ რომ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში არ. მაშინ გარდაგელოდებით. არა, მაშინ გადაღება გავაგზავნე. დაკავებული ვარ? არ დაკავებული არ ვარ. აუ მაშინ ჩემი უფლება არის. ჩემი სულით არ მოსულა რა. აი ველოდებით ჩემი იდენტიფიცირების მოხდენას აპირებენ ახლა ესე. აუთ. კი ბატონო. ბატონო გიორგი, შემობრძანდით ადმინისტრაციულ შენობაში ტელეფონით გადაღების უფლება არ გაქვს, ამიტომ მან დავტოვოთ ტელეფონი. არა, ვერ დავტოვებ და ვერც გავთიშავ. არ გაქვს ადმინისტრაციულ შენობაში გადაღების უფლება. მაშინ აქ დაგელოდებით.
მაშინ პირადობა უნდა მოგცეთ ვერ მოგცემთ, აგერ ვარ მე. ასევე მინდა მოსახლეობას გამომართო, რომ ერთი და იგივე დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული არ ხონდა, მე თუ არა დანაშაული. ერთი და იგივე დანაშაულზე ორი ჯარიმის გამოწერა ცოტა არა სერიოზული არის ამათი მხრიდან. აი, ნახოთ, აბა. აი ახლა ალბათ დაადგენილი ჩემ იდენტიფიცირებას მოახდინე. გამარჯობა. თქვენ სახელი და გვარი რომ მითხრათ პატივცემულო? სახელი გიორგი. გვარი რა გვარი ბრძანდები ბატონო? არ მინდა რომ გითხრათ. ბატონო? არ გეუბნებით. ეს კი არ გეუბნებით. რატომ უნდა გითხრათ? არა, პოლიციის ოფიცრებმა შეგაჩერეს, აინტერესებდა თქვენი ვინაობა, იდენტიფიცირება. თქვენ მიბრძანდებით. მე ხელმძღვანელი ვარ. სახელი გვარი მიბრძანდებით. და პირბადი არ გეკეთათ მაგასთან დაკავშირებით. კი ბატონო. პირბადი არ მეკეთა. მაგის საუბრობთ. ხომ არ ვისაუბროთ. ბატონო, კი ბატონო ვიღებ. ბატონო, არ უნდა გადავიღო? ბატონო? ჩვენ რატო გვიღებ? ვიღებ, გამაჩერეს და ადამიანს რო უღებ უნდა შეიკითხოთ. საზოგადოებრივი მას ვიღებ. აი აგერ, მე საერთოდ არ მინდოდა აქ მოსვლა და მომიყვანე. ისთვის მომიყვანე. აქვს რა უფლება? პირბადე გაიკეთე. ჯერ ერთი პირბადე უნდა გაიკეთო. რატო დაზღვეულია უკვე თქვენ შესაბამისი. დაზღვეულე წავალ ახლა ჩოულებრივად და დაზღვეული იქნებით. კაცო, რა პრობლემაა? შესაბამისი ბრძანებულებაა გამოცემული რომ პირბადე უნდა ატაროთ. ეს ერთი. კი გასაგებია აგერ პიროვნება შემოვიდა პირბადე არ ეკეთა. მას რატო არ მოვიდეთ პირბადე რატო არ ეკეთა? გაიკეთე, იმან პირბადე თქვენ აქ არა, აქ რო შემოვიდა არ ეკეთა ახლა. სიგარეტს ეწეოდა, ჯერ ეგერთი სხვა რაღაცა გააკეთა თქვენ რატო არ და მე რატო მაკავებთ? ვინდა გაკავა? აბა მას წავედი, კარგად ბრძანდებოდი. აბა რა? უნდა გაიკეთოთ პატივცემულებს წინააღმდეგ შემთხვევაში. რატო უნდა გავიკეთო? სამართალო კოდექსის 42 მუხლის 11 პრიმა ნაწილი. კი ბატონო, ღია სივრცეში არ არის სავალდებულო ნიღბის გაკეთება. სავალდებულოა. არ არის სავალდებულო. არ წერია, თუ გინდათ ამობეჭდეთ და გამომიტანეთ, მანახეთ, შიგნით არ შემოვდივარ მე. შენობაში არ შიგნით შემოსდა. ხო, აბა გელოდებით, პირადობა წარმოგვიდგენთ. არ წარმოგიდგენთ, ვერ წარმოგიდგენთ. არ მინდა რომ გაჩვენოთ. პირადობა წარმოგვიდგენთ. რატო? მოგვიწოდებთ. რომ პირადობა წარმოგვიდგენთ. რატო? თქვენი იდენტიფიცირება უნდა მოხდეთ მას. რასთან დაკავშირებით? ტელეფონი გამოვიდა. არ გამორთო ტელეფონს, მე ვიწერ ჩვენ საუბარს. საუბარს იქნება არ არის სასიამოვნო ეხლა ჩემი საუბარი თქვენ რო ჩაიწერეთ კაცო. რატო არ ჩემთვის არაა. პირადობა წარმოგვიდგენთ. არ წარმოგიდგენთ. კარგით რა. გამოვიდა. ტელეფონს ხელი გაუშვი. ტელეფონი გამოვიდა. დაგაკეთეთ წინააღმდეგობაზე და ძალით იმას ვიტყვეთ. გასწავლეთ პოლიციის შენობაში ხარ გოსული და ვერ გავიძახოთ. მე გვიგის აკეთებ. იმიტომ რომ კანონს არღვევ. კანონს არღვევ. თუ არღვევ არღვევ კანონს, პატივცემულო. კანონს არღვევ, რასთან დაკავშირებით და შესაბამისი სამართალდაღობის ოფინა შეგიძლიათ რა. თქვენი შიგნით შემოყვანა იბადე მოუტანეთ გაუკეთეთ ამას რა. იმის აუთხრა, მთელი ქვეყანა ეპიდემიაშია და დადიხარ პურად იმის აუთხრა, თქვენ პირბადეს არ იგეთ. იქნებ რამე კორონა გქენდე. ხო თქვენ შეიძლება გადამდები იყო. მე თუ არ გადავ ახლოს რატომ მოდიხარ? რატომ მოდიხარ მერია, კაცო? მადლობა. გამოუწერეთ საჯარი მოქვითარ და დააჯარიმეთ. პირადობა წარმოგვიდგენთ. თორე დაგაკავებთ ადმინისტრაციულად. რა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის. დამაკავე. გამოგდეთ.